ტაბულას თანამშრომლის სასამართლო პროცესი ხვალ 14 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სამართალდამცველები ტაბულას თანამშრომელსა და მასთან ერთად დაკავებულ ორ პირს პოლიციისთვის ხელის შეშლას ედავებიან. დაკავებულთა ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი იცავს. ვაპროტესტებთ ადმინისტრაციულ სამართალთა დარღვევათა ოფისში მითითებული მონაცემებს, ვინაიდან ჩვენი დაცვის ქვეშ ყოფ პიროვნებები არ ეთანხმებიან მას, კერძოდ ისინი აღნიშნავენ, რომ მათ არანაირი შეურაცხყოფა და არანაირი დაუმორჩილებლობა პოლიციელების მიმართ არ განხორციელებენ. ერთ-ერთი პიროვნებას აღენიშნება ფიზიკური დაზიანება და აღნიშნულთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აპირებს გააგრძელოს ამ საქმის მიყვეს ბოლომდე. გუშინ გვიან ღამით პირველ საათზე პოლიციამ მიზეზის გაცხადების გარეშე ტაბულას თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პიროვნება დააკავა. პოლიციამ ისინი თავდაპირველად დოლიძის 28 ნომერში მდებარე განყოფილებაში გადაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სამართალდამცველებმა დაკავების მიზეზად პოლიციისთვის ხელის შეშლა დაასახელეს, გუშინ მათ დაკავებულებს განუცხადეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია მათ მიერ იარაღის უკანონო ტარების შესახებ, თუმცა დაკავებულებს ის არ აღმოაჩნდათ. მათი მეგობრები კი ეჭვს გამოთქვამდნენ იმის შესახებ, რომ პოლიციელები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. დაკავების ადგილზე მივედით, გადმოვედით მანქანებიდან, ისე ვჯდებოდით, რომ უნდა გავიგრძელებინა გზა ამასობაში. უცებ ძალიან ბევრი მანქანა შემოგვესია, არც აგვიხსნეს რატორისთვის შეიკავდნენ, ან რა უნდათ საერთოდ მოითხოვეს საბუთები, გადმოვბრძანდითო, უნდა გაგჩხრიკოთო. და ამასობაში რატო გჩხრიკავთ კითხვაზე, აგრესია წარმოვიდა მათგან და დაგვაკავეს. იმდენად აგრესიულად იქცეოდნენ და იმდენად საფუძვლად იქცეოდნენ, რომ სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. რამოდენიმე მათგანი. ხდებოდით მანქანაში, როცა რამდენიმე ეკიპაჟი გაჩერდა, ასევე არამარტო პატრულის მანქანებით, არამედ კიდე რაღაცა შავი ფერის BMW-ს ტიპის მანქანებით გადმოვიდნენ და რაღაც ძალიან ჩქარა მოხდა ეს ყველაფერი, რაღაც გაჩხრეკვა დაიწყეს მანქანის. არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენ ჩაგვეთვალა, რომ რაღაცა გთხოვეს, რაღაც მოხდა საფრთხეა და ჩვენ უნდა დავხმარებოდით პატრული პირიქით. პირიქით იყო ყველაფერი, ძალიან აგრესიულად განწყობილები იყვნენ და რაღაც მოხდა რაღაცეები. შელაპარაკე, ოღონდ შეურაცხყოფის დონეზე არაფერი არ მოხდა რა, ასევე თქვეს, რომ აქვს ჩართული კამერა და შემიძლია გადავამოწმო ეს ყველაფერი ხვალ. აი როცა ამ კამერების იმას ვარკვევდი, უცბად გაქრა ერთი, უცბად გაქრა მეორე, რომ მოვიხედე ერთ-ერთს ტენიდნენ და მოხდა სახეში ერთი-ორჯერ მოარტყეს კიდევაც, ანუ ისი უფლებაც ნამდვილად არ ქონდათ, იმიტომ რომ გინების ტიპის არაფერი არ ყოფილა. იყო ხმამა ემოციურ დონეზე, ანუ ხმამაღალი საუბარი. ამბობდნენ, რომ იარაღს ეძებდნენ, რომელიც ჩვენთან არ აღმოჩნდა. ტაბულას კითხვა იყვნენ თუ არა პოლიციელები არაფხიზელ მდგომარეობაში სამართალდამცველებმა უპასუხოდ დატოვეს. ტაბულას დაკავებულმა თანამშრომელმა დაცვის უფლებით სარგებლობა ვერ შეძლო, რადგან იურისტი სამართალდამცველებმა მასთან სასაუბროდ არ შეუშვეს. რამდენიმე საათის შემდეგ დაკავებულები პოლიციის განყოფილებიდან დიღმის მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს სახის არეში დაზიანებები ჰქონდა, რომლებიც მისი მეგობრების თქმით დაკავებამდე არ აღენიშნებოდა. ტაბულას იურისტს კი დაცვის ქვეშ მყოფთან საუბრის საშუალება არც დიღმის სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში მიეცა. ტაბულას იურისტი თორნიკე უსტარაშვილი იმის დასადგენად იყვნენ თუ არა პოლიციის თანამშრომლები არაფხიზელ მდგომარეობაში და რატომ იყო ერთი დაკავებული ნაცემ მდგომარეობაში, გუშინვე არაერთხელ დაუკავშირდა გენერალურ ინსპექციას, თუმცა ისინი ადგილზე არ გამოცხადებულან. დღეს კი იურისტს განუცხადეს, რომ გენინსპექცია პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა. გენერალურ ინსპექციაში განგვემართა, რომ ადგილზე ჩვენი გამოძახების შედეგად გამოცხადდა მათ წარმომადგენლები. ჩვენ გენერალურ ინსპექცია გამოვიძახეთ 2 საათზე, როდესაც ჩვენთვის გადაცნობები და დარღვევები უკვე ცნობილი გახდა. თუმცა სრულიად საპირისპიროს მოწმობს პატრულის ეკიპაჟის მიერ შედგენილი ოქმი, სადაც ნათლად არის დადასტურებული ის ფაქტი, რომ ღამის 4:30-ზე ადგილზე არ იყო გამოცხადებული გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები. სამინისტროს გენერალური ინსპექცია ვალდებული იყო, გუშინ დაუყოვნებლივ გამოცხადებული იყო ადგილზე და რეაგირება მოეხდინა შინაგან საქმეთა და სამინისტროს თანამშრომლების მიერ კანონდარღვევისა და დისციპლინური გადაცნობების ფაქტებზე. ჩვენ ხელთარსებულ ყველა ვიდეო მასალას გადაუგზავნით გამოძიების პროცესში მათ და იმედია იქნება შესაბამისი რეაგირება.
ვარაუდი იყო, რომ პოლიციის თანამშრომელი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ამიტომ შესაბამის ტაბულას თანამშრომელმა გამოიძახეს გენინსპექცია, მაგრამ როგორც თავად გამიმართეს 3 საათის განმავლობაში ისინი არ მოვიდნენ ადგილზე, რაც ვფიქრობთ, რომ დარღვევა იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც საკითხი ეხება პოლიციის, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, კონკრეტულად დაინტერესებული უნდა იყოს მისი უწყების ის ორგანო, რომელიც ისწავლობს მათ საქმიანობას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რჩევით ნაცემ მდგომარეობაში მყოფი პირი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მიიყვანეს, თუმცა ბიუროში განაცხადეს, რომ უქმე დღეებში ცოცხალ პირებს არ ემსახურებიან.